მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს თემები საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ჩვენ ვიწყებთ ვიდეოს, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ ყველა იმ მოწონებულ და შენახულ ფოტოს, რომელიც შთაგონებას მაძლევს ახალი პროექტების დასაწყებად. ასე რომ დარჩით ჩემთან და ერთად სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. დიდი შესავლის გარეშე დავიწყებ ეგრევე პირველი კარდიგანით, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ. ამ კონკრეტულ მოდელს, ანუ მე თავიდანვე ვიტყვი რომ აი აქ მიდევს კომპიუტერი, ვუყურებ ფოტოს უშუალოდ ეკრანზე და თქვენთვის ან აქეთ, სავარაუდოდ უფრო აქეთ, ჩავსვავ ფოტოებს და თქვენ შეძლებთ რომ დააკვირდეთ და მიხვდეთ რას გულისხმობ. ამ კონკრეტულ კარდიგანში ყველაზე მეტად მომწონს ფერი, ესეთი რაღაცნაირი ბეიჟი, რძიანი კაკაოს ფერია, შეიძლება ვიდეოში მთლად ზუსტად ისე არ გადმოიცემა როგორცაც ახლა მე ვხედავ მონიტორზე, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერია, ძალიან ლამაზად არის სამკუთხედი საყელო გაკეთებული, არ მომწონს შესაკრავი მსგავსი სახით. სავარაუდოდ გავაკეთებდი უფრო გრძელს და თუ მაინდა-მაინც წელზეც შეკრული, უბრალოდ ეს ქვედა ნაწილს დავაგრძელებდი, რადგან მთლად მსგავსი ტიპის კარდიგანები არ მომწონს. მომწონს ძალიან მანჟეტის ადგილი მკლავზე, არ არის არც რეზინით დამთავრებული და არაფერი მსგავსი. შეიძლება გაკეთდეს როგორც შეკეცილი, ამ შემთხვევაში აი ამ ადგილს ესე შეკეცილი ჩავამაგრებთ თვლებს და მივიღებთ ანალოგიურ ფაქტურას. როგორც ვხედავ, არ არის რეგლანი, ეს არის ცალ-ცალკე მოქსოვილი დეტალები, ან შეგვიძლია მოვქსოვოთ ცალკე ზურგი და მერე ამოვიყვანოთ მხრების დეტალები და მოვქსოვოთ წინა ნაწილი. წინა ნაწილზე არის მატებებით გაკეთებული ისე, რომ არის მარჯვნიდან გადასული ვართ მარცხენა მხარის ბოლომდე, ანუ ეს მთელი წინა დეტალი არის იგივე სიგანის, რაც არის ზურგი. და მარცხნიდან, მარჯვენა მხარეს. სავარაუდოდ არც თუ ისე გრძელი შესაკრავები აქვს, რადგან წინა მხარეს აღარ არის გადმოტანილი ლენტები, ანუ უკან ვერ რჩება. მაგრამ აი შესაკრავის ამბავი არ მომწონს, ანუ მომწონს ძალიან ფერი, მკლავი და სამკუთხედი საყელო. თან ძალიან უხდება თეთრი ფერის ესეთ ტოპებს. აქ მეტი ისეთი არაფერი, ძალიან ისეთი სადანაქსოვია, სავარაუდოდ წვრილი ჭხირი, დიდი ალბათობით ან მირინოსია, რომელიც აი აფუმფულებული მირინოსია, ან არის მოხერით დამატებული, ძირითად და ძაბთან კომბინაციაში. რაღაცა ეს ბუსუსებიანი ფაქტურა იგრძნობა. აუცილებელი არ არის მსგავსი ძაფით იყოს შესრულებული, თავისუფლად შესაძლებელია მოიქსოვოს ნებისმიერი სხვა ძაფით და კომბინაციაში დავამატოთ მაგალითად რაღაცა ესეთი მოხერი, ან მე ჩემთვის თუ მოვიქსოვ, დავამატებდი ალპაკას აბრეშუმზე, მაგალითად სეტასურის ძაფს, რადგან უფრო მეტად დელიკატურია, მოხერი მაინც ჩემთვის იკბინება. ასევე შესაძლებელია მოიქსოვოს მაგალითად ლანაგროსა ეკოპუნას ძაფით, რასთანაც უკვე მიმუშავია და უკვე აქვს ძაფს ესეთი ბუსუსები და საკმარისი უნდა იყოს ამ ნივთისთვის. მეტი უკეთესი ვარიანტები, რა თქმა უნდა, არსებობს ძაფის, მაგრამ მე სიამოვნებით მოგხსოვდი აი მაგალითად ეკოპუნას ძაფით. შემდეგი კარდიგანი, შემდეგი ნივთი არის პოლო, რომელიც არის ჭხირებით მოქსოვილი, ზემოდან ქვემოთ, ეს არის რეგლანის ერთ-ერთი სახეობა, რეგლან პაგონი, რომლითაც ვიწყებთ ზევიდან ქვევით ქსოვას, წინა ნაწილი გვაქვს ჩახსნილი და მას შემდეგ რაც მოვქსოვთ აი ამ ჭრილამდე, მერე ვაერთიანებ და ვაგრძელებთ წრეზე ქსოვას. მკლავი იქსოვება, სანამ უშუალოდ მკლავის სიგრძის ქსოვაზე არ გადავალთ, ძირითად ტანთან ერთად. მერე სიგრძეს ვქსოვთ მკლავებს და ვქსოვთ საბოლოოდ უკვე საყელოს. აი ამ გადმოკეცილ საყელოს. მანამდე აი ამ ადგილს, ანუ გულმკერდის არეში აი ეს ადგილი იქსოვება უშუალოდ ძირითად ქსოვილთან ერთად. ეს კონკრეტული მოქსოვილია დიდი ალბათობით რაღაცა ალპაკა ან მოხერით ან ალპაკას ძაფით. ესეთი ფუმფულა, შეიძლება მოიქსოვოს ანალოგიური ბუკლირებული ძაფითაც და აი აქ თაროზე მაქვს მე რამდენიმე ფერში ბუკლე.
ასევე შეიძლება მოიქცეოს მაგალითად ლანაგროსა პერფორტუნას ძაფით, ძალიან ლამაზი გამოვა. თუმცა მსგავსი მოდელი მაქვს ნანახი ლანაგროსა სოტილეს ძაფით. თუ მოახერხე და არ დამავიწყდა სოტილეს ძაფის ეტიკეტსაც ჩავრთავ აი აქ ან თვითონ ძაფის ფოტოს. ძალიან ლამაზი მოდელია. ძალიან მომწონს და დიდი ხანია მაქვს უკვე შენახული და სიამოვნებით მოვხსოვდი. დიდი ალბათობით მოვხსოვდი რაიმე წვრილი ძაფით, მაქსიმალურად წვრილი ჭხირებით, რომ ესეთი დელიკატური საქსოვი იყოს და მაქსიმალურად ესეთი მშვიდი წყნარი შესასრულებელი იყოს. ფერი თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ აი კარგი შოკოლადის ფერი, აი ესეთი შავი შოკოლადი არა, უფრო აი რძიანი შოკოლადის ფერი. ასევე ფერადიც ძალიან ლამაზი იქნებოდა, მაგალითად თეთრიც ძალიან კარგი გამოვიდოდა. ვარდისფერიც, ესე ფუქსია ვარდისფერიც ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ მე თვითონ ლაივში მაქვს ნანახი მწვანე ფერში შესრულებული და არაჩვეულებრივი იყო. ასე რომ ზუსტად ვიცი, რომ ამ მოდელს მწვანე ფერიც უხდება. რეალურად იმის გამო, რომ არის შესრულებული სადანაქსოვით, არ აქვს არსად რეზინა, არსად არ აქვს რაღაცნაირი დამატებითი დეტალები დეკორატიული, ანუ არ საჭიროებს რაღაც სირთულე ქსოვაში არ არის, თავისუფლად შეიძლება რომ ფერზე გაკეთდეს აქცენტი, რადგან მოდელს თვითონ აქცენტი თუ არ ჩათვლით საყელოს არ აქვს. შეგვიძლია რაიმე ესეთი მკვეთრი, წითელიც კი ძალიან ლამაზი იქნებოდა, ან ლურჯი რაღაცნაირი, აი ესეთი ცისფერიც ძალიან ლამაზი იქნებოდა. მოკლედ ძალიან ბევრი ფერი შეიძლება მოუხდეს ამ კონკრეტულ მოდელს, თუმცა ვფიქრობ, რომ მოვიქცევდი რაიმე საზაფხულო ძაფით და ალთად მაქვს მარაგში გაზალ ბეიბი კოტონის ძაფები საკმარის რაოდენობაში და იქიდან ავარჩევდი რომელიმე ფერს, რომლითაც შევასრულებდი. ეს მოდელი შეიძლება ძალიან კარგად გადაკეთდეს ძელმკლავიან ნივთად, დავაგრძელოთ მკლავები, ქვემოთ დავასრულოთ რაღაცნაირი რეზინის მანჟეტით, ტანის არეში და მკლავის არეში და უკვე მივიღებთ რაღაც შემოდგომა ზამთრის გარდირობისთვის დამახასიათებელ ნივთს და იქნება არაჩვეულებრივი. შემდეგი მოდელი არის არაჩვეულებრივი ჟილეტი. ნაქსოვი ჟილეტი ძალიან ისეთი ბევრი გადაჯვარედინებებით, არაჩვეულებრივი უზორებით. ცოტა მოსაწყენ ნაცრისფერ ფერში, თუმცა რომ წარმოვიდგინოთ რაღაცნაირი ტერაკოტის ფერი ან კლასიკური მაგალითად ისევ შოკოლადის ფერი, რამე უფრო გრაფიტის ფერი, მუქი ნაცრისფერი იქნებოდა ჩემი აზრით უკეთესი, თუმცა ესეთი მოდელები ძალიან პრაქტიკულია საროჭკებზე, ასევე მოკლემკლავიან მაისურებზე, ძალიან კარგი კაბებზეც ძალიან კარგი გამოსაყენებელია, მაგალითად შიფონის კაბებზე, რომელსაც თავისი გრძელი მკლავი აქვს და ზემოდან ესეთი ჟილეტი სითბოსთვის, ანუ ძალიან ლამაზია. მომწონს მრგვალი საყელო, ღილები მომწონს ძალიან, მომწონს ის რომ იღლის ჭრილი არის ლამაზად დამუშავებული რეზინით, არც თუ ისე განიერი რეზინა აქვს ქვემოთ და არაჩვეულებრივად ჯდება, უზორია გამოყენებული როგორც ნაწნავები, ასევე სიმინდია ის, როდესაც ორი რიგი ვქსოვთ რეზინა ერთი ერთს და მესამე რიგში ვცვლით თანმიმდევრობას და რაც იყო წაღმა ვქსოვთ უკუღმად და რაც იყო უკუღმა ვქსოვთ წაღმას, ანუ გვერდებში აქვს მსგავსი ჩადგმა გაკეთებული და ფიჭაც არის გამოყენებული, ზუსტად ღილების პლანკის გვერდზე არის უზორი ფიჭა გამოყენებული და ძირითადი რომბი ნაწნავები, რაც არის, აქ საკმაოდ მარტივად იქსოვება, უბრალოდ კონკრეტულ პატერნს უნდა მოქსოვა, რომ გავიგოთ რამდენი რიგი და რამდენი თვალია საჭირო. თუმცა არც ის არის რთული, ძალიან მარტივად მოიქსოვება. ფერად ძაფში ამ მოდელს მე პირადად არ მოვხსოვდი. მოვხსოვდი მაქსიმალურად რაიმე ნეიტრალურ, ნატურალურ ფერებში. შეიძლება გამომეყენებინა ასევე ისეთი ბალახისფერი, მუქი ბალახისფერი, მწვანე, ზურმუხტისფერიც კი. ნაცრისფერი სხვადასხვა ტონები, მაგრამ უფრო მუქისკენ. ასევე შოკოლადის ფერები, ანუ სხვადასხვა ვარიაციები, უფრო მონაცრისფრო შოკოლადი, ყავისფერი უფრო ნაცრისფერისკენ და არა ყვითლისკენ და ძალიან
ისეთი პრაქტიკული ნივთი გამოვიდოდა. ასევე რა თქმა უნდა შეიძლება ლურჯ ფერშიც, ანუ ოღონდ მუქი ლურჯი, არ გამოვიყენებდი ღია ფერებს, მოკლედ რომ ვთქვათ, აი ამ კონკრეტული ნივთის შესასრულებლად, თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურება ესეთი მილანჟის ფერი. აი ეს კონკრეტული მოდელი ძალიან დიდი ხანია მაქვს შენახული, ძალიან მომწონს აჟურული წინდები ბავშვებისთვის, ზუსტად აი ესეთი ვინტაჟურ ფეხსაცმელებზე და უკვე იცით ალბათ რომ მაქვს საბავშვო ხაზი Kid Fox-ის სახელით და ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი აი ამ ფოტოს იმისთვის რომ მოვგსოვო მსგავსი სტილის წინდები, ასევე კოლგოტები, რატომაც არა, საბავშვო ვარიანტები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი იქნება პატარა ბავშვებზე სხვადასხვა ფოტოსესიების დროს და თუნდაც დღესასწაულებზე, როდესაც გვინდა რომ ჩვენი პატარა გამოვპრანჭოთ, მაგრამ არ იყოს ეს გამოპრანჭვა რაღაცა ძალიან პრინცესული, არამედ ცოტა უფრო ვინტაჟური, ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია. პლუს ამას შეიძლება მოიქცეოს როგორც შალი შემადგენლობის ძაფებით, ასევე არის შედარებით უფრო საზაფხულო შემადგენლობები, სადაც არის დიდი პროცენტული მაჩვენებელი ბამბა და გვაქვს დამატებული ელასტანი სიმჭიდროვისთვის, გვაქვს მაღაზია ტრისკელეში იყიდება მსგავსი ძაფები და არის შესაძლებელი რომ იმ კონკრეტული ძაფით მოიქცეოს მსგავსი მოდელები, ესეთი საყვარელი წინდები. აი ზუსტად წეღან კარდიგანზე ვთქვი რომ ტერაკოტის ფერი თქო, არაჩვეულებრივი ტერაკოტის ფერი კარდიგანისა ჟილეტია, თუმცა ეს არის უფრო არა კლასიკური, არამედ უფრო თანამედროვე სტილი, სადაც გვაქვს წინა დეტალი შედარებით მოკლე, ვიდრე უკანა და განიერი თავისუფალი დგომა, პლუს ამას განიერი რეზინები, ჩახსნილი რეზინა გვერდებზე. ესეთი კარდიგანი, ესეთი ჟილეტიც ძალიან კარგი იქნებოდა გარდირობში, თუმცა ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ კლასიკური დგომის ჟილეტები უფრო მეტად პრაქტიკულია თითქოს. ასეთ ვარიანტში მოვგსოვდი არა ღილებით, არამედ წინა ნაწილს გავაერთიანებდი, ანუ სამკუთხედი ჭრილით და წინა ნაწილს გაერთიანებულს. მომწონს ეს რომბები და უზორი ძალიან. უზორი თითქოს გავს წინა კარდიგანს, გარდა იმისა, რომ იქ ბევრი სხვა დეტალი იყო და ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული პატერნი არის გადანაწილებული აბსოლუტურად მთელ კარდიგანზე. აქ გვაქვს რომბებად დაყოფილი და რომბებს შიგნით გვაქვს სიმინდის უზორი გამოყენებული. შემდეგი მოდელი ეს არის ფრანგული კოფტა, რომელიც იქსოვება მთლიანად აჟურული უზორით და არის არაჩვეულებრივი გაზაფხულზე და შემოდგომაზე, იმიტომ რომ იქსოვება მოხერის ძაფით, არის თბილი, მაგრამ თხელი და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბრეტელებიან სამოსზე, ასევე ბრეტელებიან კაბებზე, მაიკებზე, სხვადასხვა ტიპის ქალურ სამოსზე, რადგან ეს თვითონ ეს კოფტა მაქსიმალურად ქალურობასთან ასოცირდება და უზორი რა თქმა უნდა შეიძლება იყოს გამოყენებული აბსოლუტურად სხვადასხვა. ერთ-ერთის იდეა მაქვს, ეს შთაგონებისთვის მაქვს ეს კონკრეტული მოდელი შენახული, იმისთვის რომ ერთხელ უნდა დავჯდე და მოვგსოვო მსგავსი კოფტა, უბრალოდ უზორს აუცილებლად გამოვიყენებ სხვას. თუმცა ფერი მომწონს ძალიან, აქ რა ფერიც არის გამოყენებული, რაღაცნაირი პერლამუტრი შამპანიურის ფერი, ძალიან კარგია, დიდი ალბათობით მსგავსი ფერით მოვგსოვ მეც. თუ არ გადავიფიქრე და არ მოგხსოვე მაგალითად მწვანე რაღაცნაირ ხაკის ფერში, რადგან მაქვს 150 გრამი მოხერის ძაფი და ზუსტად ვიცი რომ 150 გრამი ამას არ დაჭირდება. მოკლედ ძალიან ლამაზია და თან ღილებს ითხოვს მაქსიმალურად მსუბუქს, დიდი ალბათობით შეიძლება მოუხდეს პერლამუტრის ღილები ან მარგალიტის ღილები, ესეთი სუბუქი რომ იყოს, წვრილები და პატარები. აქ ცოტა დიდი ღილებია გამოყენებული, მე პირადად უფრო პატარებს გავაკეთებდი და ბევრს, რომ ახლოს იყოს ერთმანეთთან და თან ეს მოდელი უფრო მეტად შეკრული უნდა იყოს მუდმივად, ან ძალიან მომწონს. შემდეგი მოდელი, ეს ზოლებიანი თემა ძალიან მომწონს.
ვცდილობ ხოლმე აქაც მეტყობა, რომ გამოვიყენო ზოლები ჩემთვისაც და საბავშვო მოდელებს როდესაც ვგზავ, აი აქ მაქვს ეს ზოლებიანი ვარიანტები. ეს არის შესრულებული მანქანაზე და არის მოქსოვილი სავარაუდოდ უფრო საზაფხულო ძაფით. მგონია რომ აქ არის სავარაუდოდ მირინოსი და ბამბა ერთად კომბინაციაში. ძალიან ლამაზი ფერთა კომბინაციაა. საყელოს არე ძალიან მომწონს და მსგავსი მოდელი მაქვს ქარხნული სინთეტიკის, რომელიც ძალიან მინდა რომ ჩავანაცვლო ჩემი ხელით მოქსოვილი ნატურალური შემადგენლობის ძაფით შესრულებული ნივთით. იმედი მაქვს მივაღწევ ამ ეტაპამდე და გავიმეორებ, რადგან ზუსტად იგივე ნივთი მაქვს მწვანე თეთრ ფერში. უბრალოდ სინთეტიკური შემადგენლის გამო ხშირად ვერ ვიცმევ, რადგან ხუთავს მაქსიმალურად კანს. შემდეგი ეს არის კლასიკური უბრალო ქუდი ბინი აკეცილი, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერი ძაფით შეგვიძლია რომ მოვგზავნოთ. თავიდან იწყება რეზინა 1-1-ზე, მერე გადადის ნაკეცის შემდეგ გადადის რეზინა 2-2-ზე და ბოლოში ხდება დაკეტვა ისე რომ ეს უკუღმართლები ყველა ერთიანად ქრება, გრჩება წაღმართლები იკვეცება და გრჩება ორიდან თითო და მერე იხურება ბოლოში ნახრედი. დაწყების რიგი არის იტალიური დაწყების მეთოდით გაკეთებული, რაც იმიტაციას აკეთებს ქარხნულისას, ძალიან მომწონს. აქ ყველაზე მეტად მიმიზიდა ფერმა, რადგან ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია და ძაფიც მაქვს ამ ფერში. სიამოვნებით მოვიქცევდი მსგავსი მოდელის ქუდს. უზორს შევცვლედი დიდი ალბათობით, უბრალოდ ფერი მომეწონა და ფაქტი რომ არის ნაკეციანი. შემდეგი ეს არის ჩვენი პოპულარული დიზაინერის ბრუნელო კუჩინელის მოდელი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო რამდენიმე წლის წინ და ახლა ამ კონკრეტული მოდელიდან არის ამოღებული ფრაგმენტები და ამ ფრაგმენტებით არის უკვე შესრულებული ახალი მოდელები. ამ კონკრეტული ზუსტად ესე როგორც აქ არის გამეორება არ მსურს, უბრალოდ ეს აჟურულობა მომეწონა და ეს ჰაეროვნება, მაგრამ ანალოგიური ფაქტორის მიღება შეგვიძლია ნებისმიერი უზორით, რომელიც სექციურია და სიგრძეზე მეორდება ყოველ ჯერზე და ანუ არ გადადის, აი მაგალითად არის უზორი ფოთლები, რომლებიც თითქოს გადაიღვრება ხოლმე გვერდითა ფოთლებში. აქ ეგეთი სქემა არ გვაქვს. რაც აი ამ ხიბლს აძლევს, რადგან ფრაგმენტულობა გვაქვს მაქსიმალური, გვაქვს დახურული ფრაგმენტი, ღია ფრაგმენტი, დახურული, ღია და აი ეს სახასიათო არის კონკრეტულად ამ დიზაინერის ნამუშევრებისთვის. შემდეგი ეს არის მოდელი დანიელი დიზაინერის მეტას დიზაინი. მეტას აქვს თავისი გვერდი პეტიტ ნითი. სავარაუდოდ ყველამ იცის აი ამ კონკრეტული დიზაინერის შესახებ. ეს არის მისი პათერნით ერთ-ერთი მქსოველის მიერ შესრულებული ჯემპრი, სადაც უზომოდ მომეწონა ფერთა შეხამება. უზომოდ და მაქვს კომბინაცია ნანახი, სადაც ზოლები არის გამოყენებული თეთრი ლურჯში და საყელოა გაკეთებული წითელ ფერში. სიამოვნებით მოგხსოვდი მსგავს შეხამებას და პირველ რიგში ის რომ მეტა ქსოვს იგივე ტექნიკით ზევიდან ქვევით როგორც მე. ერთადერთი მეტას შემთხვევაში ჩემსა და მეტას შორის განსხვავება ის არის რომ მეტა არ აკეთებს ზურგზე ყელის ჭრილს. ჩემ შემთხვევაში ვთვლი რომ უფრო მეტად ანატომიურია და ვაკეთებ. დანარჩენი მოკლე რიგებით ფორმირდება მხრის დახრა და ვისაც ჩემთან აქვს გავლილი ერთობლივი ქსოვის ინსტაგრამზე დახურულ ჯგუფში აქვს ჩემთან ერთად მოქსოვილი ჯემპრი. ყველა მიცის როგორ ხდება აი ეს მოკლე რიგების მოქსოვა და მოკლე რიგების ხარჯზე ფორმირება მხრების დახრის. ასე რომ დამოუკიდებლადაც კი შეგიძლიათ მსგავსი ჯემპრის მოქსოვა არაჩვეულებრივი იდეაა, მაგალითად თინეიჯერი ბავშვებისთვის ფერთა კომბინაციაზეა დამოკიდებული და ანალოგიური მეთოდით შეგიძლიათ მამაკაცებისთვისაც მოქსოვოთ ჯემპრები, მოკლედ ძალიან პრაქტიკულია და ძალიან მომწონს. საყელო მთლიანად წითელი რო არის და
აქცენტური, ესეც ძალიან კაი გადაწყვეტილება, თუმცა მე პირადად რეზინებზეც ანალოგიურად ვიზამდი. აქ რეზინებზეც გაგრძელებულია, მანჟეტებზე გაგრძელებულია ზოლები. მე პირადად ეგრე არ ვიზამდი, მანჟეტებს გავაკეთებდი ერთ ფერში, მე მგონი უკეთესი იქნებოდა. ეს კონკრეტული მაისური არის თუ სწორად მახსოვს Knitting for Olive არის დიზაინერთა გაერთიანება, სადაც პატერნებს წერენ და მათი ერთ-ერთი სქემა თუ სწორად მახსოვს მე-16 შეიძლება მეშლება, მაგრამ წესით ავტორი არ უნდა მეშლებოდეს. აი ეს არის Knitting for Olive. არაჩვეულებრივი მაისურია, თავისუფლად შეიძლება მოიქცეოს როგორც მანქანაზე, ისევე ხელით და შემდეგში იქნება მსგავსი მოდელი უბრალოდ ზოლებში. აქ არის მოქსოვილი ცალკე დეტალები და მერე არის გაფორმებული საყელო და იღლიის ჭრილი. იღლიის ჭრილს ამ შემთხვევაში მე ბევრად პატარა ჩხირით მოვხსოვდი, რომ უფრო მეტად მომდგარი იყოს სტანზე. მაგრამ სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს ფერი, მომწონს ფორმა, მომწონს საყელო როგორი დახურულია, მომწონს იღლიები როგორი დახურულია და თუ პატარა ჩხირით მოგხსოვდი აი ამ იღლიის ჭრილს, მე უკვე დეკორატიულ გაფორმებას კიდევ უფრო მეტად დახურული იქნებოდა, რაც მაქსიმალურად პრაქტიკულს ხდის აი ამ კონკრეტულ მოდელს. სიგრძის მოგხსოვა შეიძლება იმ ხელაზე, რამ ხელაზეც ვთვლით ჩვენ საჭიროს, შეიძლება იყოს ტოპი, შეიძლება იყოს მენჯებთან დამთავრებული მაიკა, შეიძლება გავაგრძელოთ და მოგხსოვოთ კაბა სხვადასხვა სიგრძის და იქნება არაჩვეულებრივი ვარიანტი. მოკლედ ძალიან მომწონს ეს კონკრეტული მოდელი. ეს ყველაფერი იყო შესრულებული ჩხირებით და ჩხირებით მაქვს კიდევ რამდენიმე, სულ მოკლედ 3 ნივთი მაქვს შესრულებული ყაიზნაღით და ყაიზნაღით შესრულებულ ნივთებს მოვიტოვებ ბოლოში და გაგიზიარებთ ყველა სამივეს ერთად. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნივთზე, რაც არის ჩხირებით შესრულებული. ეს არის ისევ ბრუნელო კუჩინელის დიზაინი, ესეთი კონკრეტული მაისური. აქ გამოყენებული აჟურული ფაქტურა უზომოდ საინტერესოა და არც თუ ისე რთული შესრულებელია. ინტერნეტის სივრცეში თავისუფლად შეიძლება მოვიპოვოთ სქემის ნახატი, საიდანაც გვეცოდინება ეს კონკრეტული უზორი როგორ იქცევება. აქაც მიმიზიდა ზუსტად აი ამ ჰაეროვნებამ, აჟურულმა უზორმა და დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ ეს ნივთი მოვხსოვო. ფერს ალბათ რამე მსგავს გამოვიყენებდი, იმიტომ რომ ცოტა აჟურულ ნივთებში მკვეთრი ფერების წარმოდგენა მიჭირს, რადგან აჟურული იმდენად თვითონ არის უკვე ყურადღება მისაქცევი, რომ კიდევ მკვეთრი ფერები შეიძლება წამგებიანი გამოდგეს, თუმცა დღეს ქუჩაში ვნახე ქალბატონი მკვეთრი სტაფილოსფერი აჟურული კარდიგანით და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ძალიან მომეწონა. უბრალოდ მომერიდა, მეთქვა რომ თუ შეიძლება თქვენ კარდიგანს ფოტოს გადავუღებთ ხო, მაგრამ ძალიან მინდოდა იმდენად ჰარმონიულად და ლამაზად იყო ჯერ ერთი ჩაცმული და მეორე აი ეს კარდიგანი მკვეთრი აი რაღაცნაირი ყვირალა სტაფილოსფერი არაჩვეულებრივად ჯდებოდა მის ბეჟ სამოსთან კომბინაციაში. დაუბრუნდე ჩვენ ბრუნელო კუჩინელის. მოკლედ ესეთი მაისურები მომწონს ზუსტად აი ამ აჟურული ფაქტურის გამო, თუმცა იდენტურის გამეორებას არ ვაპირებ. ასე რომ გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის უსაყვარლესი ჟილეტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს მოქსოვილი. მასაკს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმდენად ლამაზია, იმდენად რაღაცნაირი როგორ თქვა, ფენტეზი ვარიანტია, რაღაცნაირი ძალიან ლამაზი, დელიკატური, მაქსიმალ კაბებს მოუხდება ისევ და ისევ უზომოდ, რაღაცნაირი აი სარაფნებს მოუხდება განსაკუთრებით, საზაფხულო სარაფნებს მოუხდება, პატარა მკლავები რო აქვს რაღაცნაირი ფუშფუშა რუშებით, მოკლედ ძალიან ლამაზი იქნება, ამას აუცილებლად გამოვიყენებ აი ამ ფოტოს, იმისთვის რომ მოგხსოვო ანალოგიური. თან დარწმუნებული ვარ, ბევრი ძაფი არ დაჭირდება, თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ბამბა და მირინოსის კომბინაცია ძალიან კარგი იქნება, ბამბა არ იქნება ცხელი. მირინოსი ცოტა უფრო სითბო შეგრძნებას დაუმატებს და ესეთი პატარა ნივთი
მაგალითად ვფიქრობ, რომ რაღაც 200-300 გრამი იქნება სავსებით საკმარისი ესეთი ნივთის მოსაქსოვად. შეიძლება კი, ანუ 250-შიც კი გააჩნია 50 გრამიან ძაფებს ავიღებ თუ 100-იანს. ძალიან ლამაზია. თან ეს ხიზღილები, რომელიც იდეალურად ჯდება და უხდება. სავარაუდოდ რეზინები არის გადაჯვარედინებული წაღმართლებით მოქსოვილი. დავტოვებდი ზუსტად ისე როგორც არის, რადგან მაქსიმალურად უხდება, აი ძალიან კარგია. და ნუ ფოტოც ძალიან მომწონს თვითონ ეს სადა ხის საკითხზე, ანუ იდეალურია, მოკლედ ძალიან მომწონს. შემდეგი ბონეტები ბავშვის, რომელიც არის მოქსოვილი ასევე აჟურული უზორებით. აქაც ნებისმიერი უზორი შეიძლება იყოს გამოყენებული, ზოგან გამოყენებული ძაფი ფარფლებით. ზოგიერთი უბრალოდ სადა ძაფია, მოკლედ ვინტაჟურ კოლექციაზე, როდესაც დავიწყებ მუშაობას, იმწინდებს, რაც რამდენიმე ფოტოს წინ გქონდა განხილვაში და ამ ქუდებს აუცილებლად გამოვიყენებ და ფერები ზუსტად აი ეგეთი თეთრი რძისფერიდან, ქათქათა თეთრი არა, რძისფერიდან შოკოლადისკენ მაქსიმალურად ყველა ტონია ეს ბეჟი, რძის შოკოლადი, კაკაოსფერი, შავი შოკოლადი, მათ შორის სხვადასხვა ტონები, კრემისფერი, თითქმის ყველას, აი ცოტა ჭუჭყიანი ვარდისფერით შეიძლება გამოვიყენებდი ძალიან დიდი სიამოვნებით და ძალიან ლამაზი ნივთები გამოვიდოდა. ასე რომ ამ კოლექციაშივე დავამატებდი კაბებს, რომლის ფოტოებიც არ მაქვს, მაგრამ მე თვითონ მაქვს მოქსოვილი კონკრეტული მოდელის კაბა, რომელსაც ჩავამატებდი და კომბინაცია იქნებოდა წინდები, ესეთი კაბა აჟურული და აჟურული ქუდი და ზუსტად იმიტომ, რომ იქნება ნატურალური ფერები, არ იქნება გადატვირთული. მოკლედ ძალიან ლამაზია. შემდეგი არის აი ესეთი ზოლიანი მაისური. ზუსტად რაც წერყან თქვი, ძალიან კარგი ფორმა აქვს თვითონ საყელოს ჭრილს, იღლიის ჭრილს და მომწონს ზუსტად ის ფაქტი, რომ კონტრასტული გამოვიდა დახურვა, როგორც ანუ ეს საყელო, რეზინა, მანჟეტი, იღლიის ჭრილი, ყველაფერი ეს არის ძალიან კარგად გამოკვეთილი. ანალოგიური მაქვს ნანახი ლურჯი და თეთრის კომბინაციაში და ისიც ძალიან კარგია. ეს კონკრეტული მოდელი არის კუტოვა კიკა, ესეთი ფინელი დიზაინერის შესრულებული და შეგიძლიათ რომ ravelry-ზე შეიძინოთ მისი ტექსტური აღწერილობები. მოკლედ ძალიან კარგი საინტერესო მოდელები აქვს და ეს არის ერთ-ერთი კონკრეტულად აი ამ კუტოვა კიკას მაისური. ის წინა იყო Knitting for Olives დიზაინი, ეს არის კუტოვა კიკას დიზაინი. გადავიდეთ ყაიზნახით შესრულებულ ნივთებზე და შემდეგი ნივთი, ეს არის დეკორატიული ხალიჩა, რომელიც ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. მოქსოვილია დიდი ალბათობით 100% ბამბის შნურისებრი ძაფით. ესეთი ჩვენთან აბსოლუტურად ყველა გალანტერიის მაღაზიაში არის წარმოდგენილი და ძალიან კარგად შეიძლება ინტერიერში იქნეს გამოყენებული. სხვადასხვა ზომის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სამზარეულოში, ისე საძინებელში, აქ კონკრეტულად მაგალითად საძინებელშია გამოყენებული. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მისაღებში, აბაზანაშიც კი, ანუ ყველგან გააჩნია რა ზომისას მოგსოვთ. მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით მოგსოვდი დაახლოებით 2 მეტრი 3 მეტრაზე და გამოვიყენებდი საძინებელში საწოლის ქვეშ. ისე რომ ყველა ანუ ნახევარი საწოლის ქვეშ იმალებოდეს და ნახევარი იყოს გარეთ. ასე რომ ძალიან მომწონს მსგავსი მოდელი, უბრალოდ ხვდებით რომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება, ძალიან დიდი დრო ჭირდება, ძალიან მძიმე იქნება. მერე გარეცხვის პრობლემა იქნება, ასე რომ რა თქმა უნდა თავს ვიკავებ ჯერჯერობით, ალბათ როდესმე მოგსოვ რაიმე პატარას ან სამომავლოდ რამდენიმე წლის მერე ბავშვის ოთახში. ნაცრისფერშიც. შემდეგი გვაქვს ესეთი მხიარული, ლამაზი, ესეთი
მკვეთრი ვარდისფერი ფერში შესრულებული პოლო. ეს პოლო არის ოლგა ასკაროვას დიზაინით შექმნილი, იქსაუება ყაიზნაღით. ამ კონკრეტული მოდელის ტექსტური აღწერილობა მაქვს შეძენილი უკვე ძალიან დიდი ხანია. გამოვიდა თუ არა, მალევე შევიძინე, მაგრამ ჯერ არ მომიქსოვია, ალბათ წელიწად ნახევარია უკვე მაქვს ეს ტექსტური აღწერილობა. ზუსტად ვიცი, რომ მოდელი შესრულებულია ალიზა ლანაგოლდის ძაფით, თუმცა ნებისმიერი სხვა ძაფის გამოყენებაა შესაძლებელი მსგავსი მეტრაჟით. და თუ სწორად მახსოვს 500-დან 700 გრამამდე ჭირდება ამ კონკრეტულ მოდელს. ჯერჯერობით ვერ გადავწყვეტე ზუსტად რომელი ფერის მოხსოვას ვფიქრობ, მაგრამ უფრო მეტად ვიხრები კონკრეტულად აი ამ ფერისკენ, რადგან უკვე ნანახი მაქვს როგორ გამოიყურება. თუმცა ასევე იგივე პოლო მოქსოვილი აქვს 05 კოდით ბეჟ ფერში, დიდად არ მომწონს, თუმცა არის ცუდი არ არის, მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი ამ ფერში უფრო მეტად ეფექტურია. და როგორც ხვდებით, ამ ბოლო დროს ძალიან ვარ ჩაციკლული პოლოს ფორმის სამოსებზე, იქნება ეს კარდიგანები, იქნება ეს თვითონ ჯემპრები, მაისურები, ყველაფერი ძალიან მომწონს ამ პოლოს საყელოს დეტალებით. ახლა ვისაუბრებ კარდიგანზე, რომელიც არის ყაიზნაღით შესრულებული. ეს იგივე ავტორის არის ოლგა ასკაროვა და ძალიან მომწონს აი ეს მრგვალი საყელოიანი კარდიგანები, რადგან ერთი პერიოდი გადართული ვიყავი V ფორმის საყელოს კარდიგანებზე და ახლა გამიტაცა აი ამ მრგვალმა საყელომ და თან ყაიზნაღით მოქსოვილი ნივთები ჩემთვის მაინც ასოცირდება უფრო ზაფხულის ნივთებთან და ძალიან მინდა საკუთარი თავი გავტესტო აი ესეთ ზამთრის ნივთების ქსოვაში ყაიზნაღით და ერთ-ერთი იქნება ზუსტად აი ამ ოლგა ასკაროვას დიზაინები, რადგან ეს ორივე პატერნი მაქვს უკვე შეძენილი და სიამოვნებით მოვხსოვდი ამ კონკრეტულ კარდიგანს და პოლოს. ფერს შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, რადგან დიდი ალბათობით შევცვლი, თუმცა მაინც ძალიან მომწონს ესეთი ნაზი ვარდისფერი, რომელიც ღია ფერის სამოსთან არაჩვეულებრივად ჩაჯდება კომბინაციაში. შემდეგი ნივთი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, ეს არის ბებიის კვადრატებით მოქსოვილი საროჭკა პოლო სტილში, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს აბსოლუტურად ყველა ნარჩენი ძაფი სასურველია საზაფხულო შემადგენლობის, გამოვიყენოთ აი მსგავსი კომბინაციების მოსაქსოვად და მოვხსოვოთ ეს საროჭკა. აქ არა გვაქვს არანაირი იღლის ჭრილი, არა გვაქვს არანაირი რა ქვია ხრის დახრა გაკეთებული. ერთადერთი გვაქვს საყელოს არეში, აი აქ სამკუთხედი ფორმა გვაქვს მოქსოვილი, რომ საყელო დაჯდეს მაქსიმალურად ჰარმონიულად. გადაბმის ადგილები არის გაკეთებული ნეიტრალური ფერით, რაც აერთიანებს აი ამ სხვადასხვა ფერის, ესე ვთქვათ, სალათს ერთმანეთში და ძალიან ჰარმონიულს ხდის ყველა აი ამ კვადრატს ერთმანეთთან. ღილები შეგვიძლია გავაკეთოთ აქცენტური, შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმალურად ნეიტრალური და საყელო შეიძლება გაერთიანება მაგალითად ქვედანაწილი, პლანკა, საყელო შესაძლებელია მოგხსოვოთ ჭხირებით. და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ორიგინალური იქნება საბოლოო ჯამში ეს ნივთი. თუმცა აქ ავტორმა გააკეთა ეს ყველაფერი ყაიზნაღით და მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ძაფები აქ დიდი ალბათობით არის გამოყენებული სქელი ბამბა, მაგრამ ანალოგიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ალიზე ბელას ძაფი, 100% ბამბა, არც თუ ისე მსხვილი და კომბინაციაში მოგხსოვოთ სხვა ფერის კვადრატები, ან თუნდაც მთლიანად ერთი ფერის იყოს და გავკეთოთ გადაბმა და მოგხსოვთ დიდი ალბათობით მეგობრისთვის რომ აქვს საროჭკა მოსაქსოვი ყაიზნაღით, აი ესეთ ვარიანტს მოგხსოვ. დიდი ალბათობით ესეც მოიქცევი. შემდეგი ნივთი ყაიზნაღით შესრულებული, ეს არის რაფიის ძაფით შესრულებული ჩანთები, სადაც არის დამატებული ტყავის საკიდები, რომელსაც მეუღლე მიკეთებს და ჩადგმულია ელვა.
ელვა გვაძლევს უსაფრთხოების გარანტს, რომ შიგნით მოთავსებული ჩვენი ნივთები დარჩება უსაფრთხოდ, მოძრაობის დროს უბრალოდ არ გადმოგვეყრება მაგალითად და ასევე ელვის ჩადგმის მომენტში შეგვიძლია სარჩულიც ჩავაკეროთ ბარემ და ეს ყველაფერი რაც შიგნით იქნება, უფრო დახარისხებული იყოს, რადგან სარჩულს შეგვიძლია გავუკეთოთ ჯიბეებიც, ან გამყოფი სექცია, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, რომ თვითონ ჩანთაში, რასაც ჩავდებთ, უფრო მეტად იყოს ორგანიზებული. ძალიან მომწონს 4-ვე ფერი, რაც აქ არის გამოყენებული. აქ გვაქვს ხაკი, შოკოლადისფერი, მონაცრისფრო შოკოლადისფერი და აივორი, პირდაპირ რაფია ისპის სახელები რაც არის, ანუ ხაკი, ჩოკლეტ, აივორი და აი ეს პირველი რაც დევს ჩანთა, იმ მაგის სახელი არ მახსოვს, თუმცა მსგავსის მოძებნა მაინც შესაძლებელია, ან აუცილებელი არ არის ზუსტად იდენტურ ფერებში იყოს გაკეთებული. ხაკი ყველაზე ესეთი ნატურალური, ნეიტრალური ფერი არის რაფიასთან მიმართებით, თუმცა მე პირადად შოკოლადის ფერიც ძალიან მომწონს. ღია ფერები დიდად არ მიზიდავს, მაგრამ აი ეს ნატურალური ხაკის ფერი ძალიან მომწონს. ჯერჯერობით, რაც მაქვს ამოკრეფილი ესეთი მაქსიმალურად ჩემთვის მოსაწონი ნივთები გაგიზიარეთ აბსოლუტურად ყველა. თუ თქვენ რომელიმე მათგანი მოგეწონათ და თვლით რომ გინდათ რომ ჩემთან ერთად მოგხსოვოთ, ჩემთვის ეს პირადად იქნება мотиваცია იმისა, რომ აუცილებლად მოვხსოვო ეს ნივთები. შეგიძლიათ კომენტარებში დამიტოვოთ და რამენაირად მოვახერხოთ და დავაორგანიზოთ ერთობლივი ქსოვა. ერთობლივ ქსოვას ვერ დავაორგანიზებ მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც უნდა მე თვითონ მოვხსოვო სხვისი ტექსტური აღწერილობის მიხედვით. ესეთი აქ ბევრი არ არის, სულ არის 2 ნივთი და ამ კონკრეტულ 2 ნივთზე ვერ გავაკეთებ ერთობლივ ქსოვას. დანარჩენი ნებისმიერ შეგვიძლია რომ ერთად მოვხსოვოთ. აბსოლუტურად ყველა ნივთზე არის ისეთი ხრიკები, რომლებიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და ამის ხარჯზე ჩვენი ნივთი უფრო მეტად მივუახლოვოთ ქარხნულ ვერსიას. ასე რომ გამიზიარეთ თქვენი ემოციები, რომელი მოგეწონათ, რომელი არ მოგეწონათ, რომელი საერთოდ არ მოგეწონათ, ანუ რა ნივთი საერთოდ არ მოგეწონათ. ძალიან მაინტერესებს, რამდენად ემთხვევა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და გისურვებთ ბედნიერ დასვენებას. ნახვამდის!